ყველას მოგესალმებით, თქვენთან არის გიორგი. ესე იგი, მინდა წარმოგიდგინოთ რელიგიური ფანატიზმისგან გამოწვეული, სიმპტომები, თუ რა დავარქვა, არც ვიცი. ნახეთ ვიდეო, სურათებიც არის იქ მითითებული და უბრალოდ თქვენი აზრი დააფიქსირეთ რა, ცინიზმით კი არ ვამბობ ამას და რაიმე დაცინვით ან რელიგიას დავცინი. უბრალოდ არიან ბოროტი ადამიანები, რომლებიც გაჩვენებს, რომ ღმერთს ემსახურება, მაგრამ ამ ყველაფრით თამაშობს, ერთობა შენ გრძნობებზე და გაჯერებს და გატყუებს, რომ მაგალითად ტანსაცმელი, ან მაგალითად ცეპი, ან ბეჭედი, ან რაღაცა, სადაც ჯვარია გამოსახული, ის აუცილებელი ატრიბუტიკაა, თქვათ, ქრისტიანისთვის და ეს ყველაფერი უნდა იყიდო. ნახეთ გაგრძელება ვიდეოსი და მერე კომენტარებში ვისაუბროთ. ხო, ესეთ რაღაცას ტელეფონისთვის რა თქმა უნდა იყიდის დიდარი მრევლი თავისთვის, ან მაგალითად რომელიმე მაღალსასულიერო პირს აჩუქებს. და ისიც რა თქმა უნდა მოუწონებს ამ სახციელს, რომ ეს ტელეფონი ღვთისგან არის დაცული. ასევე ასანთიც, რომელიც ვერ გავიგე აზრი, ამ ასანთით სიგარეტს რომ მოუკიდებ, ცოდვა არ არის, თუ ამით ხანძარი არ გაჩნდება, ბავშვი შეიძლება მისცეს სათამაშოდ. ეს ყველაფერი არის გადაშიბლავება, რომ კაცის საცვალზე ვიღაცამ მოინდომა და სახარების ციტატა გამოსახა. ეს არის ცოდვა. უბედურება არ მოხდეს ჯემალო. უბედურება. მსგავს რაღაცეებს ერიდეთ, იმიტომ რომ ქრისტიანობა ზოგადად არ ასწავლის რაიმე ტანსაცმელს, ან ბეჭდის, ან შიპლეტების ტარებას, რომ ამით ღმერთის მადლიერება დავიმსახუროთ. ერიდეთ ესეთ ხალხს.